ერთმანეთში უნდა ჩუბილო მეტად და ის საბაბი იყო. თავს მაგრად თუ შედა, სწორედაც მოიქცა, თორე ძალიან ცუდ დღეს ჩავარდებოდა ალბათ. ეს იყო სპორტის სიახლეები, რომელიც დიმიტრი აბოლაძემ გაგვაცნო. მადლობა დიმამ. წიგნის 66-ე საერთაშორისო ბაზრობა ფრანკფურტში მსოფლიო უმსხვილეს ლიტერატურულ ფორუმში საქართველოს საკუთარი პავილიონით არის წარმოდგენილი. ბაზრობის საპატიო სტუმარი წელს ფინეთია, 2018-ში კი ამ სტატუსით საქართველო წარსდგება. და რა ხდებოდა დღეს კონგრესის დარბაზში, რომელმაც გახსნის ცერემონიას უმასპინძლა, ამის შესახებ მაია ლომიძე ფრანკფურტიდან. ფრანკფურტის წიგნის 66-ე საერთაშორისო ბაზრობაზე პირველი დღე სრულდება. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ლიტერატურულ ფორუმში წელს მონაწილეობს 200-ზე მეტი ქვეყნის 10,000-ზე მეტი გამომცემელი. მათ შორის გამომცემლები საქართველოდან, რომლებიც თავისი პროდუქციით წარმოდგენილი არიან ჩვენს ეროვნულ სტენდზე, კერძოდ ახალი ქართული პროზით, პოეზიით, საბავშვო ლიტერატურით და თარგმანებით. წელს ფრანკფურტში რეკორდული რაოდენობის 4,000 ღონისძიება ჩაინიშნა, რომელთაგან ერთი იყო საერთაშორისო სამიტი თემაზე განათლებისა და კულტურის პოლიტიკის გამოწვევები. საქართველოს კულტურის მინისტრმა, რომელიც სამიტში მონაწილეობდა, აღმოაჩინა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არ არის მხოლოდ ადგილი წიგნის ბიზნესის გარიგებებისთვის, ავტორებისა და გამომცემლების დასაკავშირებლად, რომ ეს არის სივრცე, რომელიც გაცილებით უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა. ჩვენ დავინახავთ იმ ახალ გზებს და ახალ მიმართულებებს, საითაც უნდა განვითარდეთ და გავიზიაროთ ეს ზოგადად ამ შემთხვევაში ლიტერატურული, მაგრამ ზოგადად კულტუროლოგიური მიმართულება განვითარების ქვეყნის და საზოგადოების, რაც შეიძლება მეტად და ინტენსიურად აი ამ დისკუსიებში, აი ამ ფორუმებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. სხვანაირად არ არსებობს, ჩვენ ერთ ენაზე ვერ ვისაუბრებთ ჩვენ ევროპელ ძმებთან და დებთან, თუ არ გავითავისეთ ის პრობლემატიკა და ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ევროპის წინაშე დგას. აქვს ჩვენი მწერლების ახალი წიგნები და ახალი მწერლების ახალი წიგნები. ინტერესი არის, რაც ამიშოვანია და ველით რომ უფრო მეტი და მეტი გამომცემელი დაინტერესდება ქართული ლიტერატურის თარგმნით. დღეს წარმოდგენილი იქნება დათო ტურაშვილის ჯინსების თაობის გერმანული თარგმანი, რომელიც ვაგენბახის გამომცემლობამ გამოსცა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ვაგენბახი დაინტერესდა ქართული მწერლით, უკვე თავისთავად აღიარება არის ქართული მწერლობის და ჩვენ ძალიან გვიხარია. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გუშინ საღამოს საზეიმოდ გაიხსნა. კონგრესის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ამ სფეროს გასაოცარი ცოდნა გამოავლინა, მათ შორის წიგნის მაღაზიების რიგითი მეპატრონეების პრობლემების ჩათვლით. ნამდვილად გაოცებული ვარ იმ მოხსენებებით, რომელიც აქ მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის შტაინმაიერმა. ისაუბრა არა რაღაც ზოგად პოლიტიკაზე, არამედ ისაუბრა წიგნის მაღაზიის ფლობელზე, როგორ უნდა აკეთოს მამფული. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ გამომცემლობის საქმე იყოს ისე ძლიერი და დაუპირისპირდეს ისეთ გიგანტებს, ამერიკულ გიგანტებს, როგორც არის Amazon. ათეტიკური წყალწყალა პოლიტიკური სლოგანებით კი არ გამოდიან საგარეო საქმეთა მინისტრები, წამყვანი ქვეყნების, მაგალითად შტაინმაიერი. არამედ საგარეო საქმეთა მინისტრი ლაპარაკობს წიგნზე, წიგნის ინდუსტრიაზე, წიგნის გავრცელებაზე, მის მნიშვნელობაზე და მათ ეს ესმის. და ისინი ჩადიან, ასე ვთქვათ, ფუნქციონირების დონეზე, მაღაზიების ფუნქციონირების დონეზე. ქართული დელეგაცია ამ ვიზიტს 2018 წლის რეპეტიციად განიხილავს. 4 წელიწადში ჩვენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით ვისარგებლებთ. რა შესაძლებლობებს გულისხმობს ის, როგორ აუდიტორიას გვთავაზობს, როგორ ბიუჯეტს ან კონცეფციას ითხოვს, ამის შესახებ კურიერის მაყურებელი ჩვენს მომდევნო რეპორტაჟში წლევანდელი საპატიო სტუმრის ფინეთის მაგალითზე შეიტყობს.